დაუბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში რადიკალურად განსხვავებული თემით, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც არის ჩვენი რეალობა. სხვათა შორის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მივხვდებით და დავწმუნდებით, რომ საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია. რა არის ამის მიზეზები? როდის ვუშვებთ ქალბატონები და მამაკაცების შეცდომას და როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა? ეს ცოტა რიტორიკული შეკითხვაა, ალბათ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ ჩვენი ვერსიები გვაქვს. სტუმრებთან ვეცდებით ნამდვილად. სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე. სალომე დადუნაშვილი, ჟურნალისტი, ნათია ჩიქოვანი, მოდელი, სანდრა პაიჭაძე, მსახიობი, მოდელი, წამყვანი, ფიტნეს გოგონა. ეს ჩვენი და ჩემი და სანდრას რაღაცა მუდმივი წარდგენა, როდესაც ესე ყველაფერს ჩამოვთვლი ხოლმე. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი საჭიროა, ჩემი აზრით, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ განქორწინებულთა რაოდენობა მართლა ნელ-ნელა იმატებს და ბოლო დროს რაღაცა პიკს მიაღწია, რაღა ნელ-ნელა ნამდვილად. სად ვუშვებთ და რა არის ის შეცდომებს და რა არის ის მიზეზი დღევანდელ საქართველოში, რომ ამდენი განქორწინებული ოჯახია და განგრეული ოჯახია. ხედვით მეკითხები თუ ასაკის. შენი აზრი საინტერესო. ალბათ თუ გადავხედავთ უფრო კარგად სტატისტიკას, იმასაც ნახავთ, რომ პრინციპში განქორწინებულთა ძალიან დიდი ნაწილი ძალიან ახალგაზრდები არიან. იმდენად ახალგაზრდები, რომ შეიძლება გაგიკვირდეს საერთოდ რატომ არიან დაქორწინებულები და შესაბამისად ნაკლებად გაგიკვირდება რატომ განქორწინდნენ. პრინციპში ალბათ განქორწინება თუ მართლა შეუძლებელია შენარჩუნება ურთიერთობების, უფრო სწორი გამოსავალია, ვიდრე დიდი ხანი მცდელობა, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს ორივესთვის და მით უმეტეს თუ ბავშვია უკვე და ეს ხშირად ხდება კიდევ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის კიდევ რაღაც, რაც დამახასიათებელია ქართული ტრადიციული ოჯახებისთვის, როცა ძალიან ახალგაზრდა ადამიანები ქორწინდებიან, ისინი ცხოვრობენ მთლიანად ოჯახის ხარჯზე, იმიტომ რომ ფაქტიურად შეუძლებელიცაა, რომ მათ კონდეთ საშუალება, რომ თვითონ არჩინონ თავიანთი ოჯახი, ეს გამონაკლისებს შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ და ბუნებრივია ასევე ძალიან მალე ჩნდება ბავშვი ოჯახში, რაც შესანიშნავია, გადასარევია ბავშვზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. მაგრამ შემდეგ ბავშვი ძირითადად იზრდება ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, რომლებსაც ასევე შესაძლოა ძალიან უხარიათ ეს ფაქტი, მაგრამ ჩვენ გვეყოლება ალბათ და ყავს კიდევაც უკვე და მომავალში გვეყოლება თაობა, რომელიც გაზარდა ბებიამ და ბაბუამ. მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს არის ცუდი. შიგ შემთხვევაში მე მგონი ჯობია ბებიამ და ბაბუამ გადარნონ. იმიტომ რომ იმ დროს მშობლებიც იზრდებიან. სხვა რაღაცა გარკვეული სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, რაც ასევე გასაგებია, იმიტომ რომ როცა შენ ქორწინდები 17-18 წლის ასაკში, შემდეგ თუ გინდა რომ ისწავლო, კარიერა გააკეთო, რაღაცა სხვა გააკეთო, გარდა შენი ოჯახის მშენებლობისა. ხო, როდესაც სკოლის მერხიდან უცბად აღმოჩნდები ოჯახში და შენ უკვე განათლებასაც აღარ იღებ, შენს პროფესიაზე არ ფიქრობ, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, შემდეგ ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ეს ოჯახი დაინგრეს. თუმცა არის ცდილობა, რომ ერთმანეთისთვისაც უინტერესო ხდებით, ჩემი აზრით, თუ არ ვითარდები სხვა მიმართულებით და არ აძლევთ ერთმანეთს გაზრდის საშუალებას. სხვა ადრე თუ გვიან მოგბეზრდება უბრალოდ ერთი და იგივე. ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი ნაადრევ ქორწინებაზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია ეს არის, მაგრამ თან ყველაფერს ამ ასაკსაც ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ ასაკთან ერთად ძალიან ბევრ სხვა რამაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ბედნიერი იქნება ჩვენი ოჯახი, ხო? თქვათ, აი პირად მაგალითზე რომ ვისაუბროთ, 28 წლის ვიყავი, როდესაც შევქმნი ოჯახი და რამდენიმე წელიწადში მე დამენგრა ოჯახი. ანუ ასაკთან ერთად ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს. ანუ მე და შენ იმ სტატისტიკას, მშვენივრად ვერ გებით, ხო, რაც ახლა არის ეს საშინელი სტატისტიკა. მეც ვიტყოდი, რომ ასაკს აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. არის ყველაფერი ინდივიდუალური. არის გამართლებაზეც, რა თქმა უნდა და რამდენიმე წყვილი ახალბედა. მაგალითად გუში მქონდა გამოკითხვა დაახლოებით ისეთი, რომ ესეთ რეზუმესავით გამეკეთებინა დღევანდელი გადაცემისთვის და მქონდა გამოკითხვა ბედნიერი წყვილები, რომლებიც მწერდნენ, რომ არ შექმნან და ასევე
დანგრეული ოჯახის ანუ სხვადასხვა წევრები უკვე რა ანუ რომ მოიაზრებიან წერდნენ რომ არ შექმნან მინიმუმ 30 წლამდე არ შექმნან იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ ვიზრდებით ვითარდებით ყოველთვის დავდგებით რაც არ უნდა გვინდოდეს არჩევანის წინაშე თუმცა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს გამონაკლისებიც ანუ საახლობლოში ახალგაზრდა რაღაც ისეთი ენერგიით სავსე წყვილები რომ ესე რქებით აწვევიან ცხოვრებას და თვითონ ანუ ინარჩუნებენ ამ ყველაფერს რა იმიტომ რომ უკვე აზროვნებენ იმდენად დიდებივით და იმდენად ზრდასრულად რომ ეს არ შეუშლის ხელს მათ ერთად ყოფნას. მაშინ რა არის მიზეზი? აი რა მიზეზები შეგვიძლია ჩამოთვალოთ დღეს 21 საუკუნეში, რის გამოც ოჯახი დგება იმის წინაშე, რომ მოდი დავიშალოთ. ზოგადად მე ვიტყოდი, რომ დაქორწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადამიანის ცხოვრებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. და თითოეულ ადამიანმა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აუცილებლად ინდივიდუალურად. არ არის საზოგადოების, ოჯახის, ახლობლების წნეხით. არამედ თვითონ უნდა მიხვდეს კონკრეტულად მისთვის როდის არის ის ასაკი, როდესაც მას უნდა აიღოს თავზე ამხელა ტვირთი, რასაც ქვია ოჯახის შექმნა და გადადგას ეს ნაბიჯი. არსებობენ ადამიანები, რომელსაც საერთოდ არასდროს არ უნდათ დაქორწინება და ეს რაღაცა მიუღებელი, რაღაცა ჩარჩოდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არ არის საერთოდ ოჯახის შექმნისთვის არასდროს მზად და ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ასევე შვილის ყოვლის ფაქტორი ну, განსაკუთრებით მაინც ქალებზე მოდის ეს წნეხი, იმიტომ რომ ბიოლოგიურად რეპროდუქციული ფუნქცია ჩვენ გვაქვს დაკისრებული და ქალისთვის დედის და რეპროდუქციული ფუნქცია, ესე ვთქვათ, არის რაღაცა როგორ გითხრათ, ხო, წმინდა და აუცილებელი. და მიდის ეგრევე ზეწოლა უფრო ქალზე, რომ აი რატო დააგვიანე, რატო არაჩენ და ასე შემდეგ. ანუ შვილის ყოლა დაქორწინების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ოჯახმა, დედამ და მამამ უნდა მიიღოს ძალიან გააზრებულად, როდესაც მათ უკვე ხვდებიან რომ მზად არიან, ასევე შეიძლება შვილი საერთოდ არ უნდადეს ოჯახს და არც ეს არ უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებამ არ უნდა გარიყოს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში რა თქმა უნდა გვაქვს ადრეული ქორწინებების ძალიან სერიოზული პრობლემა. არსებობს სახალხო დამცველის ოფისის სპეციალური ანგარიში ამის შესახებ თუ მაყურებელს აინტერესებს გაეცნობა და იქ არის ზუსტი სტატისტიკა და არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, მაგრამ არა მარტო ადრეული ქორწინება, არამედ უბრალოდ გაუაზრებელი ქორწინებებიც ბევრია, რასაც მე ვიტყოდი, რომ ალბათ საქართველოში არის ქალის სექსუალური ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვის და გამო. იმიტომ რომ დამოუკიდებელი ცხოვრება რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა რომ არ ვამბობთ, რომ ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, ალბათ ზოგი დამეთანხმება, ზოგი არ დამეთანხმება. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ძალიან გიყვარს კი ასაკს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ გააჩინეთ 16 წლის თხოვდები თუ 22 შეიძლება შექმნა ოჯახი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, მე ჩემ შულს ისე გავზრდი, რომ ნამდვილად მივცემ თავისუფლებას და მე არ მოვითხოვ იმას, რომ მაინდა-მაინც ოჯახი შექმნას იმისათვის, რომ რაღაცა ურთიერთობა ლეგალიზება გაუკეთოს არა, მე მირჩევნია, რომ მან ნახოს იგემოს იმ ადამიანთან ყოველ დილით გაღვიძება სურს თუ არა. ხო, ნათიასთან სიმბოლური იყო პრინციპში ეს, რო თქვი, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ყოფილა, იმიტომ რომ თუნდაც მაშინ, როდესაც მაშინ ჯერ კიდე თავის შეყვარებულთან და დღეს უკვე მეუღლესთან ერთად გადავიდა დამოუკიდებლად საცხოვრებლად, ალბათ მზად იყო იმისთვის, რომ მიიღებ და მილოცვებს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, როცა ეს არის. ხო, არა და უბრალოდ გადაწყვიტეთ ერთად საცხოვრებლად გადასვლა და ამით ალბათ ნახეთ, გინდოდათ თუ არა დარჩენილი ცხოვრება მე ერთად გაღვიძება, როგორც ჩვენ. მე ყოველჯერზე არ მეზარებოდა და ხაზს ვუსვამდი, რომ იცით დიდი მადლობა, მაგრამ არ ვარ დაქორწინებული. ზუსტად ამიტომ, რომ რაღაცა მაგალითი პრეცედენტი შემექმნა, რომ შესაძლებელია ორი ადამიანი ერთად გადავიდეს საცხოვრებლად და ამისთვის არ არის აუცილებელი რაღაცა ჯვარის დაწერა, მით უმეტეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხელისმოწერა და ნუ შვილზე ხო საერთოდ და მე როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ და უკვე ორივე ხვდება რომ ამისი დრო არის, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იტყვის ამას თუ ბიჭი. ამითაც კიდე ერთი მაგალითი დაამტკიცე, როცა ასე ვთქვათ, ნუ ძალიან ბრჭყალებშია ეს ნათქვამი. უკვე ორივე მიცოდით სიმბოლური იყო ყველაფერი და სიმბოლურად ხელი სთხოვე უნდა ვთქვათ, რომ დაქორწინება თვითონ. მომიყვანე ცოლად. არა, კითხვას მანაერია. ზოგადად აი ტერმინებიც ესეთი გვაქვს თუ გათხოვება, ნუ გაჩუქება, რაღაცა არაფერი არ ხდება. ძალიან კარგი ალტერნატიული სიტყვა გვაქვს საბედნიეროდ, რაც არის დაქორწინება, ნეიტრალური გენდერულადაც და ყველანაირად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავქორწინდი.
და არა გავთხოვდი და გავჩუქდი და მოვიყვანე სადღაც და და ის სტერეოტიპი რაც არის საზოგადოებაში რომ ქალი იბადება შემდეგ უნდა გავათხოვოთ შემდეგ აუცილებლად შვილი უნდა ჰყავდეს ეს რეალურად ეს სტერეოტიპები დღეს მაინც ძალიან მყარად არის ხო სალომე და ასევე აი ხო ჩვენ ცოტათი ალბათ უკაცრავად თქვენ ასაკში ხართ მე მგონი ჯერ კიდევ შეიძლება გკითხოთ რამდენი წლის ბრძანდება 25-ის თქვენც ხო 25-ის ხო ნუ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ ახლა თბილისში. კი. თბილისი ეს არის რაღაცა ბუშტი. ჩვენ ფაქტურად საფნის ბუშტში ვცხოვრობთ. სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ხო? მეცაც გეტყვით, თბილისის ცენტრში ვცხოვრობთ კიდევ სხვა სამყაროში. გასათვალისწინებელია და წნეხი რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, აი თქვენ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძიმე იქნებოდა, თქვენ რომ აი ამ ბუშტის გარეთ აღმოჩენილიყავთ. ცხადია ძალიან სასიამოვნოა რომ 25 წლის ასაკის ბევრი ახალგაზრდა ქალი არსებობს რომელსაც აქვს სურვილი ძალა და თავისუფლება რომ მოიქცეს ისე როგორც მას სურს მაგრამ მთავარი პრობლემა ალბათ არის ის რაც ხდება აი სწორედ ამ ბუშტს გარეთ და იქ ნამდვილად სულ სხვა ტიპის ცხოვრება უპირველეს ყოვლისა ცხადია ყველაფერი მაინც ჩემი აზრით მიდის ფინანსურ დამოუკიდებლობამდე. როდესაც ქალი მე არ მიყვარს ეს გოგონა სიტყვა. როდესაც ქალი თუნდაც მამაკაცი გარკვეული ასაკამდე არანაირი შანსი არ აქვს რომ იყოს დამოუკიდებელი ფინანსურად. აუცილებლად იქნება დამოუკიდებული იმაზე, ვიც არის მისის ფინანსური, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა. შესაბამისად, არის ესეთი გამოთქვა, შენ ჩემს სახლში ცხოვრობ და ჩემი კანონებით იცხოვრე. და ამიტომ რთული იქნება ამ ახალგაზრდებისთვის რაღაცის გადაწყვეტა დამოუკიდებლად, თუ მათ არ ექნებათ თავისუფლება საკუთარი ცხოვრების აწყობის ფინანსური თვალსაზრისით. დავამატებდი, რომ აი ზუსტად რეგიონებში ძალიან გეთანხმებით, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და რა თქმა უნდა მე გამიმართლა რომ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს გადაწყვეტილება კი მქონდა მეც რაღაც ბარიერები, მაგრამ ბევრად მარტივი იყო ჩემთვის ამის გადალახვა თბილისში, კი, ვიდრე ვთქვათ რეგიონში და ზუსტად ეს პრობლემა მაგალითად ოფიციალურად, როდესაც გოგონა წყვეტს სკოლაში სიარულს, მიზეზი ახალი კანონია შემდგომი 2014 წლიდან უნდა დაასახელოს სკოლის დირექტორმა სკოლამ. და სტატისტიკაც ამიტომ გამოსწორდა იმ თვალსაზრისით, რომ იწერება, რომ აი დაქორწინების გამო ბავშვი ტოვებს გოგონა, ძირითადად არასრულწლოვანი არის ყოველთვის გოგონა. ტოვებს სკოლას, მაგრამ გარდა მშობლისა პასუხისმგებლობა ესეთ შემთხვევებში, რომ გოგო წყვეტს განათლებას და ეს არის ჩვეულებრივად ბავშვზე ძალადობად იგულისხმება, იმიტომ რომ ბავშვთა კონვენციის მესამე მუხლში არის მითითებული, რომ განათლების უფლების მოსპობა ბავშვისათვის არის ბავშვზე ძალადობა და შესაბამისად ადრეული ქორწინება ძალადობა დაღიქმება. უნდა მოხდეს რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. რეფერირების პროცედურა ეწოდება ამ ყველაფერს ტერმინით. მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ეს მოვალეობები და ვალდებულებები ამ სამინისტროსთვის არის გაწერილი და მათ სოციალური მუშაკების მუშაობა და სკოლებში პედაგოგების ესე ვთქვათ დატრენინგება უნდა მოახერხონ, რომ მოამზადონ და უნდა უზრუნველყონ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ბავშვებს და დაცვა მოხდეს ამ ბავშვების ადრეული ქორწინებისგან, ეს ყველაფერი აღსრულებული ფაქტობრივად საერთოდ არ არის, ანუ საერთოდ არ არის შესული არც ერთი საქმე და როდესაც სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ჩაატარა შეხვედრები რეგიონებში, პედაგოგებმა არც იცოდნენ ძალიან ხშირად, რომ მათ ვალდებულება ჰქონდათ, რომ ეცნობებინათ, რომ ბავშვები ტოვებენ სკოლებს. აქ არ არის საუბარი უნივერსიტეტში არ ჩაბარებაზე. ელემენტარულ განათლებაზეა საუბარი. რათია ეს მართლა იმდენად ძალიან რთული და დიდი თემაა, რომ რეალურად ალბათ ამას რომ მიუყვეს საბედნიეროდ გვისაუბრია იგივე ამ თემებზე, მაგრამ ძალიან შორს წავალთ ჩვენი თემიდან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და გაცილებით დიდ დროს მოიხსნა. დავასრულებ, რომ ანუ ყველაფერი მიდის იმაზე, რომ მშობლებს სურთ ეს ყველაფერი, მშობლები არიან თანახმად, ამიტომ ჩვენი საქმე ეს არ არის და რეალურად სახელმწიფოს ბრალია და მშობელმა ვერ უნდა გადაწყვიტოს რაღაცა 15 და 16 წლის ბავშვის დაქორწინების ბედი. ურთიერთობა, ზოგადად ურთიერთობასაც შევხედოთ თქვენს დამეთანხმებით,
ეგრეთ წოდებული შეყვარებულობის პერიოდი არის აბსოლუტურად განსხვავებული და შემდგომ უკვე ქორწინებაში რომ შევდივართ აბსოლუტურად ხო აი გამოცდილი ქალბატონი ვრცელებით სანდრა აი და შეცდომებსაც ალბათ თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ხო კი რა თქმა უნდა ეს შეცდომებია რომელსაც არ გაიმეორებ თქვათ შემდეგ ჯერზე აქციელი არ ვარ და მით უმეტეს ქორწინება და ისეთი საპასუხისგებლო აქტი რომელიც არის აი თუნდაც ღმერთის წინაშე თუნდაც სახელმწიფოს წინაშე ფიცის დადება რომ სულ ერთად უნდა იყოთ. ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია. მომენტ თანაც თუ ცოტა აზროვნებ პროგრესულად, ცოტა გინდა რომ განვითარდე და ამ ყველაფერზე ფიქრობ, რაღაცეებში კი არა და თითქმის ყველაფერში ხელი შემსვლელია. ხო და სანდრა, ზუსტად ეგ კითხვა მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რო ვითარდები, ნუ ღმერთმა ქნას რომ ისე იყოს გარშემო რომ შენთან ერთად ვითარდებოდეს ყველა და შესაბამისად თვალის დახუჭვა არ გიწევდეს რაღაცაზე, მაგრამ უფრო რთული ხდება ვთქვათ იგივე შემდგომ ამ ნაბიჯის გადადგმა, არა, იმიტომ რომ ზუსტად იცი რა გინდა და თუ აი ამ შენ რა გინდა შეკითხებს აღარ პასუხობ. ხო, მაგას არ გეკითხებ, მაგრამ დღეს უკვე ზუსტად იცი შეიძლება რა გინდა 5 წლის მერე შეიძლება კიდე შეიცვალოს ეს არავინ არ იცის, მაგრამ ამიტომაც არასოდეს აღარ ვიჩქარებ ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს აი როცა შენ ემოციებს არ ავყვები, ძალიან არ გავგიჟდები ჰორმონებს, ყოველთვის ვიქნებით მაყოფილი და ბედნიერი, ხო? იმ ხრივ რის გამოც ახალგაზრდები ქორწინდებიან და რის გამოც ჩქარობენ, რომ უბრალოდ კონდეთ თავისუფალი, ანუ ლეგალიზებული სექსი, ხო, რასაც ქვია, ურთიერთობა და ეს მაყოფილება. ანუ არ უნდა მოიკლოს ადამიანმა ეს, შესაბამისად ამის ნაკლოვანება რო არ გექნება, აღარ გექნება იმის მოთხოვნილება, რომ ვაიმე, ღმერთო, როდის დავწვევი ამ ადამიანთან, ყოველ დღე ის ნაკლებობა არ უნდა გქონდეს იმ ადამიანისგან, რომ არ ვამბობ ოჯახის შექმნა, უბრალოდ საუბრობთ ურთიერთობაზე და როცა იზრდები, ზუსტად ხვდები, რომ რაღაცა ტიპის ადამიანთან შენ უბრალოდ საერთო არ გექნება არაფერი და შესაბამისად ხო, აი როგორ გითხრა, ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ესეც არის, რომ ნუ როდესაც 17 წლის ხარ და 18 წლის ხარ, ანუ საერთოდ სხვა ინტერესები გაქვს და შეიძლება გავიდეს 3-4 წელი და მიხვდე, რომ ინტერესებით და მოთხოვნებით, ალბათ, რაზეც ადრეულ ასაკში ხომ, 20 წლის ასაკში მე თვალს დავხუჭავდი ოჯახი რომ ყოლო და დღეს ახლა 33 წლის ასაკში ის ჩემთვის შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს, ხო? აი, პირიქით, ნახე, შეიძლება 20 წლის ასაკში არ დავხუჭე მე რაღაცაზე თვალი და ეხლა დავხუჭო. მიხვდი, ანუ აი ეს არის ზრდა და განვითარება და სხვადასხვა მხრიდან, ანუ სხვადასხვა პერსპექტივიდან შენი ცხოვრების ყურება რა და სანამ რაღაც იდეალურამდე არ მიაღწევ ურთიერთობას, ჩემი აზრით ძალიან ბევრი ბარიერი ურთიერთობაშიც და პარტნიორებში გადალახო. და ის შენი საოცნებო იდეალური ურთიერთობა, რასაც უნდა მოყვეს ქორწინება, მიიღო. აუცილებლად მიიღებ, მაგრამ ამას ჭირდება ბევრი გამოცდილება, გესმის? ანუ კარგი მხრივ რო გამიგოთ, ანუ გამოცდილება ჭირდება, ბევრი შეცდომას ჭირდება, ბევრი ზრდა, ბევრი იმედგაცრუებას ჭირდება. ნუ ჩემ ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში ასე იყო და ნამდვილად ამის გამო არ ვაპირებ მე სიჩქარეს არასოდეს. იცით, აი ბევრი ისტორია მომისმენია ჩემი მეგობრებისგან, თქვა უფროსი თაობისგანაც, ჩემ ხელებისგან, ჩემზე უმცროსების. არ რაღაც ისე არ მინდა დავალაგრო, მაინდა-მაინც ეს არის პრობლემა. კი, რა თქმა უნდა, ადრეული გათხოვება, კი, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ რატომაც მგონია რომ აი ამ პერიოდს, აი დღევანდელ რეალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ადრე ამდენი საეჭვიანო არ იყო, ამდენი წასასვლელი ადგილი არ იყო. არა, ეს დღევანდელობას ასე ვთქვათ, მეტი თავისუფლება უნდა. მე ხშირად ეჭვიანი ადრეც ძალიან კარგად ახალგაზრდა საეჭვიანო. ხშირად მსმენია ეს სიტყვა თავისუფლება, მეტი თავისუფლება უნდათ. ქალებსაც, მამაკაცებსაც, ოღონდ არ იციან, ვერ ხსნიან ეს თავისუფლება რაში გამოიხატება. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს გარშემო ეს თავისუფლება და მე განხოვდა და აი სალამეტრანი ან შექმნა ოჯახი როგორც რაღაცა ყველაფერი თავისუფლად მოგაგააწერონ ცხოვრება 21 საუკუნე და დღევანდელია ეს სისტრაფე ყველაფრის უფრო მალე გვაგებინებს უბრალოდ სად რა მოხდა და ვისთან და ვისაც ჯერა ამ სიყვარულისაც და ქორწინებისაც ცოტა მე ეჭვი გეპარება რომ იქნებ რისი მჯერა როცა ირგვლივ ცუდი ამბები გვესვის ამიტომ სალომეს რომლისგანაც შეგვიძლია რომ თქვით უკვე რომ უნივერსალური რჩევა აქ კი არა არაფერში არ არსებობს ზოგადად და ყველა არის ჩემი როლი რჩეველის მაგრამ ყველას აქვს თავისი შეხედულება უბრალოდ როგორ შეიძლება შეინარჩუნოს კარგი ჯანსაღი ურთიერთობა ყველა ადამიანს ალბათ ორს თანამშრომელი იქნება თუ მეგობარი უწევს ერთმანეთთან რაღაც ხანდახან დათმობაზე წასვლა შესაბამისად თქვენი მოსაზრება იმ ყველაზე მთავარი რა არის ორ ადამიანის შორის როდესაც ასაკს ვლაპარაკობთ ამიტომ არის ხოლმე პრობლემა ასაკობრივად ძალიან ნაადრევი გათხოვება არის ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ დროს გავარჩიოთ ნამდვილი სიყვარული და ქიმია
ჩვენი სურვილები წინ უსწრებს ჩვენს გონებას და ეს აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობა. ამიტომ არსებობს ინსტიტუტი მეგობრობის, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივად არიან ერთად დიდი ხნის განმავლობაში და ხვდებიან მე ეს იყო ქიმია თუ ეს იყო ნამდვილი გრძნობა და როდესაც მიხვდებიან რომ ეს უკვე ნამდვილად აი ის გრძნობაა რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით რომელსაც ყველა ელოდება და ეს არის ერთადერთი ჩემი აზრით რეცეპტი იმისთვის რომ იყოს ჯანმრთელი, კარგი ოჯახი რომელიც გასტანს დიდხანს და ბავშვები გაიჯდებიან სიყვარულში და სითბოში ერთადერთი რეცეპტია სხვა რა შეიძლება იყოს მიხვდე რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც ხადია როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ მათ უნდათ ერთმანეთის მოსმენა ადამიანებს რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის სურთ მათ არ ძალიათ ამისათვის გადის რაღაცა გარკვეული დრო და ადამიანები ხვდებიან უკვე რასთან აქვს საქმე ხო ამიტომ ეს იმიტომ რომ ასაკი ამაში გვიშლის სწორედ ხო როცა იჯდები უფრო მეტად შეგიძლია მიხვდე რაზეა ლაპარაკი ამაზე უფრო ასაკი ეს სიტყვაც კიდე სხვანაირად რომ გამოვიყენოთ ალბათ გამოუცდელობა ხო ანუ იმიტომ რომ ასაკი არ ხადია რა თქმა უნდა პატარა ხარ და ხარ გამოუცდელი მაგრამ ცხოვრებაც თუ ისე განვლე რომ ვერ გამოცადო ვერაფერი საკუთარ შეცდომებს ბოლოს დაუშვებ ესეც შეცდომა ჩემი აზრით არა ყველაზე დიდი ღირებულება რა საერთოდ შეიძლება არ გადადგა ეს ნაბიჯი ცხოვრებაში საერთოდ არ არის ეს პრობლემა და არანაირად არავის ნაკლებად რეალიზებული არა ხარ თუ არ გადაწყვეტე რა გაქორწინდა თუ არ გადაწყვეტე რა შვილი გააჩინე და ასე შემდეგ ანუ მე ვფიქრობ რომ აი ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური თავარია უსმინო შენ თავს რა გინდა შენ მაგაცებიც ვუშვებთ მაშინ როცა არ ვიცით რა გვინდა ეს არის დაწუნე რეალურად ყველა ურთიერთობა ჩამოვყალიბდეთ ასე რომ რა გვინდა და არჩევანის თავისუფლება ყველაზე მეტად მოწონს ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება რაც თავარია სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა უნდა მოვიპოვოთ ეს უფლება მართალი ხარ. უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის ქალებმაც და კაცებმაც სხვათა შორის აუცილებლად. ძალიან უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი თითოეულმა ქალბატონმა. Yes, რამდენი რა ვთქვით? შევისწოროთ მოდი სულ ცოტა ხნი და დავბრუნდებით რეკლამაში. დროები. კარგად.